სალამი ყველას კაიროდან. ეს არის კაიროს მეორე დღე. გუშინდელი ღამის მერე ძალიან გაგრძელდა მთელი ამბები ისა აკლემების ღრიალმა არ დამაძინა აკლემების ამბუხი იყო მე მგონი ან წარმოდგენა არა მაგრამ ამბუხდა. იმედია კამერის ხარვეზებიც გავასწორე. როგორც გითხარით მან და მაინც გამომწმედილი არ ვარ ამ ამბავში. მაგრამ კონტროთა განმავლობაში მე ყველაფერს მივაპრაქტიკებ და რაღაცა გამოვა. ხო და ეხლა ყველაზე მთავარი რაც არის მივდივართ კაიროს მუზეუმთან. შინ ვეღარ მოვასწრებთ. ანუ მაგის პარალელურად ძალიან მინდა რომ სადმე ყავა დავლიო. სალამ ალეიკუმ. და მოკლედ ვნახოთ როგორ განვითარდება პროცესები. ეს ბევრი რამე ქონდა დაგეგმილი უბრალოდ იმის გამო რომ ვეღარ მოვახერხე დილით ადრე გაღვიძება და ამასთან ერთად ვეღარ მოვახერხე ბილეთების წინასწარ დაჯავშნა. მე აღმოვაჩინე რომ კაიროს მუზეუმები დაახლოებით 4 საათზე ამთავრებენ მუშაობას. შესაბამისად ხა 1 საათიანი შერბენა დასტუკება და გამოსვლა არ მოსულა, რა თქმა უნდა იმ დროს როცა საქმე მუზეუმებს ეხება და არა რაღაცა ისეთ ადგილებს. ხა ჩავიარე ისევ პოლიციის მანქანებთან. ალბათ ხაჭებს ნოუყვევას. ვინ არის? ოკეი. ეხლა უნდა წავიდეთ ესე. ეროვნული მუზეუმი. ესე გამოიყურება ქალაქი. მეგობრებო, მედია სტაბილიზაციის პრობლემა მანდაყო. საღო. კაია. მაგრამ მოიქეცი. მაგარი კაცურად მოიქეცი. კაი. ეხლა წავიდეთ. მინდა გითხრათ რომ ძალიან ცხელა. მიუხედავად იმისა რომ ნოემბერი არის, ეხლა ამ წამის მონაცემებით არის 32 გრადუსი. ოღონდ ეხლა 32 გრადუსიც არის და 32 გრადუსიც ეს რაღაცა უდაბნოს მტვერი და სმოგი ღამე და ასე შემდეგ. მოკლედ ჩემთვის ძალიან რთულ კლიმატურ ამბავს ქნის, მაგრამ იმდენად ბავშვობის ოცნება იყო აქ ჩამოსვლა და ესე ქუჩაში გოდიალი და მთელი ეგვიპტის აღმოჩენა, რომ ეგ არის მემილიარდე პრობლემა, რაც შეიძლება იყოს პრობლემების ლისტში. ასე რომ ეხლა ძალიან დიდი ენთუზიაზმით მივდივარ, რომ ბაკუ სულაკაურის მსოფლიო 7 საოცრების ისტორია, რომელიც არ ვიცი რაღაცა 20 წლის წინ დაბეჭდა ალბათ. ყველაფერი ეხლა ჩემი თვალით გავაცოცხლო და ნახო. რაღაცა ვაგზლის მსგავს არის მოვედი. რაც იგი არის. და ახლა უნდა მოვახერხოთ ამ ქუჩაზე გადასვლა. არა. სად არის მერი არ ყავს ამ ქალაქს? ხო, თან ერთ საინტერესო ამბავსაც გეტყვით, მოკლედ. მაინტერესებდა ვინ იყო კაიროს მერი. და რისერჩის მერე აღმოვაჩინე, რომ ამ ქალაქს მერი არ ყავს. ნუ კი ეთყობა რომ არ ყავს, მაგრამ მერის ნაცვლად არის გუბერნატორი, აგერ წაყრა ერთმანეთში. ოღონდ მანდა მაინც ჯგუფში არ გადაიზრდება ხოლმე რა. ესე ჰაერს გამოუშვებენ, შეაგინებენ ერთმანეთს. და მე იშლებიან და ძალიან კაია რა. მიუბაძოთ. ხო და მერზე ვლაპარაკობდი. ნუ ამ ქალაქს რომ მერი არ ყავს კი ეთყობა, მაგრამ ყავს გუბერნატორი, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს და არ არის. ხო და მოკლედ ძალიან ხმაური იყო და ამ ქალაქს რომ მერი არ ყავს კი მიხვდებოდით, მაგრამ ყოლია გუბერნატორი იბრაჰიმა, ვინმე 50 გვარი აქვს და ვეღარ დავიმახსოვრე, რომელსაც თურმე ნიშნავს პრეზიდენტი პირდაპირ. მაგალითად ჩვენ შემთხვევაში ხო არის არჩევითი თბილისის მერის თანამდებობა. ამათან არის რომ ესე ტელეფონს აიღებს პრეზიდენტი და დარეკავს მაო და გადაწყვეტს ვინ უნდა იყოს გუბერნატორი კაიროსი
და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ რა თქმა უნდა, ეხლა ვადა არ არის განსაზღვრული და რა თქმა უნდა, აუცილებლად სამხედრო ბექგრაუნდის მქონე ტიპები ინიშნებიან ხოლმე ძირითად შემთხვევაში. აი ეს ჩვენი იბრაჰიმაც არ ყოფილა ამ თვალსაზრისით გამონაკლისი, ხო და რა ვიცი რა. მოკლედ პეტიცია უნდა მოვხოდო, რომ დავაწესოთ ერთი დღესასწაული კაიროში, სადაც აი ესე პროსტა ყველა შევთანხმდებით, რომ არავინ არ დაასიგნალებს. და ნუ მე თიმთან ერთად სანაცვლოდ ჩამოვიყვანოთ თბილისში და რაღაცა პატარა ამ სატრანსპორტო პოლიტიკაზე ველაპარაკოთ რა. თორე სიგიჟია. ანუ მართლა გეუბნებით ხალხნო, რომ ანგელოზების მობილიზება მიწევს ხოლმე, რომ ერთი ქუჩიდან მეორეზე გადავიდე. მაგრამ ეხა მეც არ ვიყო ბევერლი ჰილზე გაზრდილი და მანჰეტენზე, მაგრამ ნუ მაინც რა. აჰა, შემდეგი ავარია. აბა ვნახოთ შინაგან სამინისტრო რამდენ ხანში მოახდენს რეაგირებას. აი. გადავაყენოთ ბაზრები მინდის არა, დაზღვეული ყავს ძმა. აჰა. პოლიციაც აგერ მოდის. გადააყენე. ეხლა აქ მანქანის გაჩერება იქნება? ხო, არალის და ქალაქში. არ დაასიგნალო ძმა? აი, პირდები? იო მგონი. აი. პალიროვკაში ამოვა. ძმა, პალიროვკაში ამოვა. წამოვა მივიდეთ. და ნახე. არაფერი არ არის კაცო. პალიროვკაში ამოვა. Excuse me. Kodno. Op. Aha. Ai, ესეთი საგიჟები არის საუსე.ელი ქალაქი. მედია ამ ბორდილზე ვინმე მოტოციკლებით არ ჩამივლის, თორე მე აღარ ვიცი რა ვქნა. ვაი, ხარო. კაი, მოიცი. ახლა უფრო ჭკვიანურად რომ მივუდგე ამ საკითხს. Excuse me. GoPro, წავედით. აჰა. აი ეს. წავედით. ხო აღჩენი აქ. უნდა გადავუწრე, ან შეიძლება ვიღაცამ პროსტა თავი გამაცალოს. აი, დავწოლო. ჯობია რომ იქეთ გადავიდე. სალამ ალეიქუმ. წავედით. შენ დაგაყარე ორი გოჯო. Let's go. Okay. Thank you, sir. Arts zebra, arts შუქნიშანი, ღამე ელექტროენერგიის დაზოგვა. ძალიან მაგარია. აფრიკაში არ მოხდა ის თემა, რომ ლიდერმა დიქტატორმა რო თქვა, რომ რა ჯანდაბად გვინდაო არჩევნებიო, აგერო პირდაპირ უიაფესი დაგვიჭდება, რომ არ ჩავატაროთო და გადაწყვეტეს, რომ არ ჩაეტარებინათ და Salam alaikum. Can I walk with you? Yes. Can I walk? Okay. Oh. Let's go, bro. Let's go. Ai, ეგვიპტური სპონტანურობის შედეგი. What's your name? Muhammad Rashwan. Muhammad. How old are you, bro? 28 years old. Whoa. No, bro. No problem. Are you a good driver? Yeah. Petrol driver? I believe in you. Where are you? My name is George. George, where are you from? Yeah, from Georgia. Bro, what's your plan? Yeah. Where are you going? I go to my girlfriend. On date? Yes. Okay. On downtown? No, school, Cairo Vesta. Where? Cairo Vesta, moon. Look forward, please. Okay. Oh my god. You are ready? Yeah, I was born in this race. Oh, come on. Bro, please. Whoa, please. Policeman. Policeman. Okay. Აბა, ლამპას დაუწიოთ. Okay. Right.
going? Go? Where are you going? Just random trip. Okay. Just random. Yeah, just was walking in the streets of the National Museum of Cairo, Yeah. and then it's my trip. Yeah, that's random. Ay, again, Khanzari, huh? Where's firefighters? Incoming. They're coming. Yes. ძალიან დიდი ხანძარი იყო შიგნით, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ჩააქროვა. The best adrenaline I have ever tasted, bro. Yes. You're amazing. Oh. Hips, buddy. Გაუჩერებლა და hips. Sonic. His name Sonic. Sonic? Yeah. ჩვენი გადაცემის სპონსორია Sonic-ი. Okay. This is Abdin. The light. Abdin. Abdin? What does it mean? Oh my god. Chauare korivit! Dedamoa. Arotma. What's your job? What are you doing here? Tour manager from. You're a tour manager? Tour manager. Tour manager. Oh, maybe you have a good idea for me to walk together, see and discover some sightseeing. Okay. Yeah. Let's talk after we go there. Okay? What recommendation do you have, and we can go together? Okay. ისე გრძელდება ჩვენი ტრიპი. სალამ ალეიკუმ. ძალიან მეგობრული ხალხია, მოკლედ. ყველა ის არის. სალამ. ყველა ხელს გიქნევს, ყველა ბედნიერია, ყველას ჭირდება. All people for Egyptian is fine. What? All people for Egyptian is fine. Kind. Very kind. Very kind. Yeah. All of them, bro. All of the Egyptians, bro. Yeah. Salam alaikum. Now we will see Babzuela. What? We will see Babzuela. Okay. You are ready? Okay, go for it! Oh. რამდენი ანგელოზი ხსნით ამ კაცს? How many angels do you have for surviving? 3 years. Oh, okay. 3 წლის მარაგი მაქვს დარჩენილია, მგონი ეს. I drive 3 years experience. Oh. It's good or no? It's too less. Okay. But I think that you are driving from your childhood. I drive car. Car. Okay. Yes. Okay. This is the best idea. Good idea. To go with moped, yeah? Yeah. Than car. It's better. Very better. You are ready?
Okay, go. Okay. What is that place? This is Darbahmar. Darbahar. Is Darbahar. this center or outside? Yeah. They're amazing. What is that place? It's amazing. It's Khayamiya. It's a mosque. No, this is Venezuela. Ah, okay. I got it. This is Venezuela. ძალიან განსაკუთრებული. არც ყველა ჯერზე 2 მილიმეტრი აკლდება ხოლმე, რომ თავიან ფეხი არ გამაცავლოს და რანაირად ახერხებს ამას, წარმოდგენა არ მაქვს ვაიმე. აგვითხრა. აბარა. აი, სამსაც უბრალოდ მივიან ბაულოს და Now I'm going to downtown. Downtown, okay, Yeah. let's go, I will come. You made my day, bro. You're amazing. Okay. This is good? Yeah, cool. Yeah, of course. Okay. Let me step in. Okay. Cheers, Razor. Give me your name. Yeah, okay. For YouTube. Okay. იცოდით თუ არა რომ 1768 წელს ქართველმა გამოაცხადა ეგვიპტის დამოუკიდებლობა. საფლავები სამი ადამიანის, ისმაილ ბეის, იბრაჰიმ ქათხოდასი და ალი ბეი ალ-ქაბირის აღმოაჩინა ბატონმა გოჩა ჯაფარიძემ 2010 წელს. ბატონი გოჩა გარდაცვლილია, მაგრამ იყო ბრწყინვალე აღმოსავლეთ ცოდნე, მუშაობდა წლების განმავლობაში დიპლომატიურ მისიებშიც. და სწორედ მისი ძალისხმევის შედეგად დადასტურდა ის კავშირები სამი ადამიანის საქართველოსთან. სამივე იყო ეთნიკურად ქართველი, რომლებიც მოიტაცეს ბავშვობაში, გაყიდეს ტყვეებად და მამლუქთა იერარქიაში დაწინაურდნენ უმაღლეს თანამდებობაზე. მოკლედ ინსტრუქცია შემდეგია: იმამ ალ-შარიფის მავზოლეუმთან გარკვეულ დაშორებაზე არსებობს ამ სამი უდიდესი ქართველის საფლავი, რომელიც სამწუხაროდ Google-ზე მონიშნული არ არის, მაგრამ მე ვიპოვე ეს მავზოლეუმი, ეხლა წავალ თქვენთან ერთად და ვეცდები რომ ვიპოვო და შემდეგ უკვე იმისათვის რომ თქვენც მოახერხოთ და ყველა დაინტერესებულმა ადამიანმა მომავალში ამ საფლავების მონახულება ვეცდები რომ მოვნიშნო Google Maps-ზე
იყოს დატანილი და არ გქონდეს რაღაცა გართულება თვალსაზრისით, რომ ვიღაცა მაგალითად არ გადაიფიქროს იქ მისვლა იმის გამო, რომ შეიძლება ვერ იპოვოს. არ ვარ დარწმუნებული, შეიძლება ვერც მე ვერ ვიპოვო, მაგრამ წავიდეთ და აუცილებლად ვნახოთ. Salam alaikum. Let's go. ყველა პირობაა იმისთვის, რომ ვიპოვოთ ეს საფლავები. და ძალიან მინდა, რომ რამე სირთულე არ შეიქმნას. აი გავართ ხა გიჟურ საცობში. ხო და როგორც მოვიკითხეთ, სამთავრობო ექსპორტს ყავს გადაკეტილი ეს ადგილი ციტადელში არიან რაღაცა ოფიციალური ვიზიტით და ველოდებით მოკლედ როდის გაიხსნება რომ მივიდეთ. დაიძრა საცობი. რამდენიმე წუთით და მივალთ დანიშნულების ადგილზე. სულ რამდენიმე წუთით გჭირდება. Go forward and then left and then forward and then the left. Okay, shukran. Wow. აბა წავედით. ესე იგი პირდაპირო. მერე მარცხნივო. და მერე ისე მარცხნივ. صرفة فيها حسن. ده انت ايه ده؟ تعالى سوا Look. This one. Okay. You know him? Oh. Okay. You know the location, right? Okay, let's go. فين شيل باشا. تعال بخواف. He was from Georgia, from my country. Yes. დაუჯერებელია, ძალიან ბევრი ვეძებე და ახლა შევდივართ აქ. الحاجة صور الحاجة دي. და მაინც არ გავუსწორდა.
Here? Okay. Can you show me? Show me. Go. Where is? Go. Where? Elena. Yep. No? Ah. მოგლეთ ჩემ და სამწუხაროდ ესეთი ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. აი ეს არის ცენტრალური შესასვლელი ამ სასაფლაოსი, რომელიც დაკეტილია. წეგან კამერა გამომართვევინეს და მქონდა ძალიან დიდი მოლაპარაკებები რომ შევეშვი. რაღაცა ეგვიპტის არმიის ერთ-ერთ მაღალჩინოსანსაც ველაპარაკე. მაგრამ მითხრა რომ მიუხედავად დიდი პატივისცემისაო, მერანაირად ვერ მოვახერხებო, იმიტომ რომ ბრძანება მაქვსო ესეთიო, რომ არავინ არ შეუშვაო. ესე იგი ამ სამარხების რესტავრაცია უკვე რამდენიმე თვეა რაც მიმდინარეობს და დაახლოებით წელიწად ნახევრის განმავლობაში აქვს განსაზღვრული ვადა რომ დაასრულონ სამუშაოები და შემდეგ უკვე აბსოლუტურად თავისუფლად მოახერხებ შესვლას და ნახვას. ძალიან სამწუხაროა რომ ადგილზე ვერ მივედი, მაგრამ გავიცანი ორი ძალიან საინტერესო არქეოლოგი, ეგვიპტელი არქეოლოგი, რომლებიც სულ ახლახანს დაასრულეს თავიანთი უნივერსიტეტი და შეუდგნენ უკვე აქტიურ საქმიანობას, ეძებენ ახალ ადგილებს და პარალელურად სხვა დანარჩენი გუნდი მუშაობს რესტავრაციის პროცესზე. იმის ფიქრი და იმის გააზრება, რომ ეგვიპტის დამოუკიდებლობა ქართველმა გამოაცხადა, რაცა ძალიან დიდ მასშტაბებთან გვაქვს საქმე და ეს ახალი ამბავი იქნება ჩემთვისაც და იმედია უმრავლესობა თქვენგანისთვისაც, რომ მომავალში ნებისმიერ ეგვიპტელთან შეგვიძლია რომ ის მთავარ კავშირზე საქართველოსა და ეგვიპტის ურთიერთობების გაანალიზების პროცესში აუცილებლად ვახსენოთ მე-18 საუკუნეში ეს სამი დიდი ქართველი. ალიბეი 1757 წლიდან 1773 წლამდე მართავდა ეგვიპტეს. იყო სულთნის წოდება ჰქონდა და დაამარცხა ბედუინები და გააერთიანა ეგვიპტე და გამოაცხადა ეგვიპტის დამოუკიდებლობა. ბედუინების დამარცხების შემდეგ, რომლებიც ძალიან დიდ პრობლემას ქმნიდნენ ეგვიპტისთვის, მან ზემო და ქვემო ეგვიპტე გააერთიანა. იჯაზი არის ეგეთი ადგილი, ის დაიპყრო და ასევე იბრძოდა სირიასა და დამასკოში. კაც აქ დამასკო აღებული ხალხი. ამ ხელამნიშნულობის კაცი არის, ხო წარმოგიდგენიათ. ის იყო ეთნიკურად ქართველი აფხაზეთიდან, მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში გაზრდილი ბიჭი, რომელიც სამწუხაროდ მოიტაცეს და შემდგომ უკვე ტყვედ გაყიდეს და ჩამოიყვანეს ეგვიპტეში, რომელიც გაამაჰმადიანეს და უკვე შეუერთდა მამლუქთა იერარქიას, სადაც დროთა განმავლობაში მან დაიკავა უმაღლესი სტატუსი და მთელი ამ დროის განმავლობაში მართავდა ეგვიპტეს. წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანი კავშირები არსებობს ქართულ-ეგვიპტურ ურთიერთობებში და ძალიან მწუხვა კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ვერ მოვახერხე ვერანაირად მათი საფლავების მონახულება. რა საინტერესო იქნებოდა მენახა იბრაჰიმ სინჯიკაშვილის საფლავი, რომელიც აქტიურ მიმოწერაში იმყოფებოდა ერეკლე მეორესთან და რომელიც ერეკლე მეორეს წერდა, რომ შეექმნათ გაერთიანებული ეგვიპტის და ქართული არმია რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ძალიან ბევრი ისტორია შეიძლება გავიხსენოთ, როგორ აგზავნიდა ფულს და როგორ ეხმარებოდა თავის
მშობლიურ მხარეს და ნუ პირველ რიგში ოჯახს. საინტერესოა ასევე ის ნაწილიც, რომ მარტყოფში შეგიძლიათ ნახოთ კოშკი, რომელიც იბრაჰიმის გამოგზავნილი ფულით არის აშენებული და ასევე გამოაგზავნა ფული ეკლესიის მშენებლობისთვის, თუმცა როგორც ეკლესიის შესასვლელში ჩანს, იქ არ არის მოკლედ ესე დადასტურებული, რომ ის ფული, რომელიც მან გამოაგზავნა, ამ ეკლესიის მშენებლობას მოხმარდა. თუმცა ეს ჩანაწერები არსებობს, ეს ჩანაწერები გამოკვლეულია, ნაპოვნია პროფესორი ჯაფარიძის მიერ და მოკლედ ფასდაუდებელი შრომა არის, რომელიც ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ მეჩვენებინა, თუმცა სამწუხაროდ ეგვიპტის არმიის დაქვემდებარებაში არის ეს ტერიტორია, შესაბამისად არ არსებობს არანაირი შანსი შიგნით შესვლის მიუხედავად დიდი მოლაპარაკებისა. თუმცა არაუშავს. წლინახევრის შემდგომ, როცა დასრულდება რესტავრაცია, მე ვდებ პირობას, რომ აუცილებლად ჩამოვალ ამ ადგილას და აუცილებლად მოვინახულებ სამივე მათგანის საფლავებს. იქამდე ვეცდები, რომ დავტოვო Google-ში ანაბეჭდი ამ ცენტრალური შესასვლელის და რა ვიცი, მომავალში დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ქართველს გამოადგება, რომ უფრო მარტივად მოვიდნენ, მარტივად მოაგნონ აქაურობას და მარტივად შეძლონ მისვლა და მონახულება და მადლობის გადახდა. ჩამოღამდა და მოკლედ ცოტა ხანში უნდა ავდგე და გადავინაცვლო და წავიდე სახლში. ერთი ძალიან კაი არქეოლოგი დამპირდა, ნომრები გავცვალეთ WhatsApp-ში და უმეგობრდით და დამპირდა, რომ აუცილებლად გადაიღებს ფოტოს და გამომიგზავნის, რომ თქვენთვისაც უფრო ნათელი გახდეს რაზე ვსაუბრობ. აუცილებლად დავლინკავ კომენტარებში პროფესორ ჯაფარიძის გადაღებულ ვიდეოს და რამდენიმე ნაშრომს, რომელიც ნუ თუ მერე დაგაინტერესებთ, უფრო შეგიძლიათ რომ ჩაეძიოთ და ძალიან საინტერესო იქნება ამ სამივე ადამიანზე ისეთი ინფოები, რაც შეიძლება ესე ინტერნეტში ხელმისაწვდომი არ იყოს და თქვენ გაქვთ ამაზე ინფორმაცია ცოდნა, რომ გაგვიზიაროთ ყველას, იმიტომ რომ რაღაცა ეს საერთო მემკვიდრეობის ნაწილი არის. ეს არის იმამ ალ-შარიფის მავზოლეუმი, შესასვლელი. აი ამ ადგილას შეგიძლიათ რომ მოხვიდეთ ტაქსით ან რა ვიცი ნებისმიერი ტრანსპორტით და Georgia, yes. What's your name? Tamir. My name is Tamir. My name is Tamir. Tamir Amir. What's your name? George from Georgia. Georgia. Can you repeat? George from Georgia. Georgia. Yes. I'm in Georgia. Yes. So many thanks, guys. მოკლედ აღარ გამომაჩინო რაღაცა რომ წავიდა მე სხვადასხვა დისკუსიებზე ბაზარი, არმია და შესაბამისი ამბები რო ვახსენე და ნუ ძალიან ლოგიკურიც არის ეს ყველაფერი. ესეთი ტრაგიკული იყო ცხოვრება ჩვენი მამლუქების. რა ვქნათ? რაც არის ეგ არის. ეგეთი არის ისტორია. არავინ არ ვიცით, ვინ რომელ მონაკვეთში სად შეიძლება აღმოჩნდეთ. როგორც წარმოდგენა არ ქონდათ ამ სამივე ქართველს, რომ მოწყვიტავდნენ თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას საქართველოს და ეგვიპტეში, შორეულ ეგვიპტეში გახდებოდნენ ლიდერები და მიაღწევდნენ უმაღლეს სტატუსს. ეგვიპტის კულტურის სამინისტროს უსურვებ, რომ ძალიან მალე დაასრულოს რესტავრაციის პროცესი და მე ძალიან საინტერესო იქნება, რომ ყველა მოახერხოთ იქ შესვლა და ნახვა. ეხლა დღე ამითი არ დასრულებულა. წავიდეთ კაიროში და ნახოთ რას გვიმზადებს განგება და რომელ თავგადასავალს გვიმზადებს. წავედით. მოკლედ ის გამო რომ ძალიან გადატვირთულია ქალაქი და საცობები არის. აქ ველოდე 9 საათი არ მოვიდა და მე გამოვიძახე მოპედი და მოსრიალ და ჩვენი ლურჯი პითონი, ჩვენი ძმა, ჩვენი ომარი. აი ხა უკვე წამოყვანს სახლისკენ.
ჯარის შესახვევის ვიდეო თათაურობას. السلام عليكم. مش شغالة؟ ماشي. مش طالع غير من هنا. فين؟ الفتحه الثانيه دي بتصور بتصور هذا اجنبي بيصور المقابر والكلام اللي بيصور حاجه لا Georgia. اجنبي Georgia. Nice to meet you. Hello guys. Salam alaikum. Okay. Yep. انت بتصور يا باشا احنا فاكرينك بيقول لك ويلكم Thank you. So many thanks. So many thanks. Okay, let's go. My name is George. George from Georgia. What's your name? Abdullah. Say hi to Georgians. Okay. نورتونا. Habibi. Thank you. Shukran. مين الجاي؟ ტაქსი მოვიდო და რა ამბავი ყოფილა თურმე. საათი არის და გარეუბნებში უკვე ლამპიონები ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით უკვე ჩამქრალი არის. დაუნტაუნში შედარებით უფრო გვიან ხდება. ვცდილობ ლამპიონების მუშაობის ალგორითმის ამოხსნას, რაც ჩამოვედი იმის მერე. მოვედით დაუნტაუნში. სადღაც 500 მეტრში უნდა ჩამოვიდე. მერე მოვზებნო ადგილი, სადაც შეიძლება რომ ვჭამო და მერე გავაგრძელოთ ლაპარაკი ჩრდილოეთ კორეის განიარაღებაზე. წავედით. ქალაქი პარალიზებული არის, ჩამოვედი დაუნტაუნში და აი უბრალოდ მინდა რომ შეგახედოთ რა ხდება. აი მანქანები განან. ამიტომ და ნუ ამაზე უფრო დიდი რიგები არის საკვებ ობიექტებთან, სადაც ყველაზე გემრიელად შეგიძლია რომ ჭამო. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მშია და მთელი დღე არაფერი არ მიჭამია, წამოიხა წავიდეთ აქვე და ვინახე მაკდონალდსი არის და შევიდეთ და თან ფასებით შევამოწმოთ, თან გემოებიც ვნახოთ. თემურჭყონია მაჯობა თუ არა? თემურჭყონია უფრო მაგარია თუ ეგვიპტელი თემურჭყონია და თან შიგნით სიტუაციასაც შევხედოთ როგორი არის. აი, რესტავრაცია მიდის შენობის და მაკდონალდსიც მოყვა ამბობ. შუკრან. ოვიდა. ესე იგი. Big Mac-ი, Big Free, კეჩუპები, ორმაგი ჩიზბურგერი
ჩიზბურგერი და კოკა-კოლა ზერო. და ამ ყველაფერში გადავიხადე 20 ლარი. რაც მუსიკაში. ეხლა ამ ყველაფერს ვენდის ყველი სოუსი დახატავდა. ნამდვილად თბილისში რო ვიყავით მეგობრებთან ერთად ეგეთ რაღაცებს ვაკეთებდით, რომ მივიდოდით ჯერ მაკდონალდსის დრაივზე, იქ შევუკვეთავდით ფრის, მერე მივდიოდით ვენდის დრაივზე, შევუკვეთავდით ყველის სოუსებს. სასწაული კომბინაცია. მოგიწოდებთ კოლაბორაციისკენ. მოთხმეტით 2 თემურჭყონია სასარგებლო. ეგრე დავა.